მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. დღეს გავაკეთებთ სამ პოზიციან გაშლას, თქვენს წინაშე არის პოზიციები, ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ, კონცენტრირდეთ და რომელი პოზიციაც მოგეწონებათ არჩიოთ და შემდეგ განაგრძოთ ყურება. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც მას რთავთ, უსმენთ და კავშირში არ არის ვიდეო საიტზე, როდის არის განთავსებული. პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ, დეტალებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემოპირველებო და გავიგოთ ასეთი რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში თქვენს პირად ცხოვრებაში. პირველი პოზიცია, ვინც აირჩიეთ, აქ მოდის ისეთი მდგომარეობა, რომ ახლა შეიძლება თქვენ გადიოდეთ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც არის საკმაოდ ლაბირინთული, საკმაოდ ემოციურად რთული. შეიძლება იყოს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ამ ურთიერთობაში, ხშირად უსვავდეთ საკუთარ თავს, რამდენად სწორ პარტნიორთან ხართ, რამდენად სწორია ის მიდგომები, რასაც პარტნიორის მიმართ აკეთებთ, სად აშავებთ, სად უშვებთ თქვენ შეცდომებს, რა არის თქვენი გამოსასწორებელი. ეს არის კარმული ურთიერთობის ტიპი. უახლოეს პერიოდში შეიძლება გაიაროთ ამ ადამიანთან კიდევ ერთი რაღაც ლაბირინთული მდგომარეობა, სადაც ძალიან ბევრი საფიქრალი გექნებათ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. კიდევ რას გვეტყვის კარტი? თქვენს პირადში მოდის ესეთი მდგომარეობა, რომ შეიძლება ამ პიროვნებასთან თქვენვე აირჩიოთ ის ტაქტიკა, რომ ნაკლები სრულნვა გამოავლინოთ მის მიმართ, ან რაღაცა პატარა დისტანცია დაიჭიროთ. შეიძლება აქ იყოს მდგომარეობა, როდესაც მასთან ურთიერთობა გეძნელებათ, გინდათ ხოლმე რომ გადახვიდეთ დისტანციაზე, ცოტა მისგან განიტვირთოთ, ან იმდენი ყურადღება აღარ მიაქციოთ, ან ძალიან მასზე აღარ კონცენტრირდეთ, ამ გზას ირჩევთ ხოლმე, მაგრამ მერე ეს მდგომარეობაც გიძნელდებათ და მერე ისევ ამ ადამიანთან მჭიდრო ურთიერთობაში შედიხართ. ანუ უახლოეს პერიოდში აქ მოდის ცოტა საქანელა მდგომარეობა, ემოციების ცვლა, ემოციური სტრესი. და რატომ ხდება ეს, რომ ამ ადამიანთან კომუნიკაცია არის ძალიან რთული, მასთან ურთიერთობის დროს გემართებათ ისეთ შეგრძნება, რომ გადაიწვით რაღაცნაირად, ანუ მუდმივად დაძაბულობაში ხართ, რაღაცის გამოსწორება გაწევთ ზურგზე, რომ სულ საფიქრალში ხართ, რა უპასუხოთ, რა მიწეროთ. შეიძლება ძალიან კონტროლში ყავთ ეს სიტუაცია აყვანილი, მოწმებთ მეგობრებს საიტზე, რას აკეთებს, რას პოსტავს, როდის შედის, გამოდის, უყურებთ მის ფოლოვერებს და მუდმივად გაქვთ რაღაცა დაძაბულობის შეგრძნება. მერე ეს მდგომარეობა შეიცვლება ხოლმე იმ ფაზით, რომ თქვენ მასთან დისტანციას იჭერთ, ან დისტანციას ირჩევთ. ეს ფაზა მოდის, რომ თქვენ ცოტა ხანი ამ დაძაბული მდგომარეობიდან განზე გადგებით, მაგრამ ეს მდგომარეობა სითხნიანი არ იქნება. მერე ისევ მონატრების ციკლი მოდის და ისევ ამ ურთიერთობაში იქნებით. კარგით, ვნახოთ აბა მაინც კიდევ. უახლოეს პერიოდში თქვენ უფრო გადაერთვებით საკუთარ თავზე. სიმართლე რომ თქვა, რასაც ვხედავ, ეს არის, რომ აირჩევთ თქვენს პირად სივრცეს და ზუსტად ამ მომენტში ეს ადამიანი უფრო გააქტიურდება თქვენს მიმართ. ნახეთ, როდესაც თანყვებით და ძალიან ბევრ რესურსს აძლევთ, თითქოს ეს ადამიანი დუნდება. და როგორც კი თქვენ უკვე გადაერთვებით საკუთარ თავზე, ამ ადამიანს ეს მდგომარეობა არ მოსწონს, იმიტომ რომ უნდა რომ ძალიან დიდ ზრუნველობაში და ყურადღებაში გყავდეთ და ეხლა ეს ადამიანი დაიწყებს თქვენს უკან მოპოვებას. აუცილებლად წამოვა კომპრომისებზე, აუცილებლად უფრო შეიცვლება, კარგად მოიქცევა ყურადღებას მოგცემთ, რომ ისევ დაიბრუნოს თავისი პირველობა. ანუ ძალიან უნდა რომ მუდმივად მასზე იყოთ კონცენტრირებული. ჯერჯერობით ესეთ რაღაც ლაბირინთული მდგომარეობები იქნება თქვენს პირადში. დაგემშვიდობებით პირველებო.
და ახლა განვიხილოთ ჩვენ მეორე პოზიცია, მოგესალმებით მეორეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში რა გელით უახლოეს პერიოდში თქვენს პირად ცხოვრებაში. აქ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იმ ადამიანს შეურიგდებით, ვინც ახლა გაწყენინათ. აქ მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში მოვა ადამიანი, ან ახადგენთ კომუნიკაციას იმ ადამიანთან, რომელმაც გაწყენინათ, რომელთანაც ურთიერთობა შევიდა, ასე ვთქვათ, რთულ ეტაპში, შეიძლება იჩხუბეთ, იკამათეთ, ან შეიძლება ისეთი სიტყვები უთხარით, რომ ფიქრობთ, რომ აღარ მოგწერთ, ფიქრობთ, რომ აი ეს კი ნამდვილად ჩვენი დასასრული იქნება, ამის მერე გზები ერთად აღარ იქნება. ესეთი შეგრძნება გაქვთ, რომ რაღაცა სათქმელი ერთმანეთს ისეთი უთხარით, რომ გადააჭარბეთ, ან აი ესეთი განცდა გაქვთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დამთავრება ურთიერთობის არ არის. უახლოეს პერიოდში მოდის ადამიანი თქვენთან, რომელიც დაწყნარდება, დამშვიდდება, ყველაფერს გადახარშავს, გაანალიზებს, სხვა თვალით შეხედავს ყველაფერს და შემოგთავაზებთ, რომ ხელახლა რაღაც დაიწყოთ, ან ერთმანეთს აპატიოთ, ან პატიებას ითხოვს, ყოველ შემთხვევაში აქ ურთიერთობის განახლება მოდის. თქვენს სივრცეში გამოჩნდა მამაკაცის ფიგურა, რომელიც არის ლომი, ვერძი ან მშვილდოსანი, შეიძლება ცეცხლისტიკის პიროვნება იყოს, ან ეს ჩავთვალოთ ცეცხლოვანი ენერგია, რომ თვითონ იქნება ინიციატივიანი, ინიციატორი თვითონ იქნება, რომ გადმოდგას ნაბიჯი, თვითონ აიღებს თავის თავზე ურთიერთობის დალაგების მსვლელობას. უახლოეს პერიოდში თქვენი მწუხარება შეიცვლება სიხარულით. ძალიან კარგი არის ეს, იმიტომ რომ აქ მოდის ნათლად, რომ თქვენი დღევანდელი მწუხარება, ან იმაზე ნერვიულობა თუ ამის მერე მასთან კომუნიკაცია გაჩერდება, აღარ მოისურვებს თქვენს, ასე ვთქვათ, ნახვას და ასე შემდეგ, შეიძლება ძალიან ბევრი ნეგატიური აზრები გიტრიალებთ, რომ მასთან ყველაფერი მთავრდება. კომუნიკაცია ხელიდან გეცლებათ და აბსოლუტურად შეიცვალოს ეს მდგომარეობა და დღევანდელი დარდი შეიცვალოს კარგი, პოზიტიური მდგომარეობით. აქ ადამიანი თვითონ ირჩევს თქვენთან მოსასვლელ გზებს და თვითონ იქნება იმის, ასე ვთქვათ, მისგან იქნება პირველი ნაბიჯი, რომ ურთიერთობა დაალაგოს, აღადგინოს და მოგიკითხოთ და ისევ ჩვეულ რიტმში დაბრუნდეთ და გააგრძელოს თქვენთან ურთიერთობა. ეს ადამიანი გირჩევთ თქვენ, მან თქვენ აგირჩიათ. ესეთი მდგომარეობა არის, რომ უკვე ფიქრობს, რომ გადმოდგას ნაბიჯი. დაგემშვიდობებით მეორეებო, აქ ძალიან პოზიტიური და კარგი არკანები მოვიდა. აქ კიდევ ერთ დავამატებ, რომ შეიძლება გადამეტებული ფიქრები გქონდეთ ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით, ღამეებიც არ გეძინოთ და იმაზე მეც ნერვიულობდეთ, ვიდრე საჭიროა. ახლა გადავიდეთ მესამე პოზიცია, განვიხილოთ, მოგესალმებით მესამეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში. თქვენს შემთხვევაში კარტი რას გვეუბნება? თქვენს პირად ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში რა იქნება? ამ შემთხვევაში აქ მოდის ინფორმაცია, რომ შეიძლება აქ ძალიან ესეთი თქვენი მსგავსი ადამიანი გაიცნოთ, ან ახალი ობიექტი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან მიგიზიდავთ და ძალიან მოგეწონებათ. აქ მოდის ისეთი სიტუაცია, როდესაც ან ახალ ნაცნობს შეხვდებით, ან ახალი ადამიანი შემოვა, ან ხელახლა ვიღაც მოგეწონებათ, ან ხელახლა ვიღაცით დაინტერესდებით, ვიღაცას გაეპრანჭებით და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენი სულის ანარეკლივით ექნება, ანუ შეიძლება ვიზუალურად ძალიან გავდეთ, ან აი ყველაზე ისეთი მომენტი დამამახსოვრებელი იყოს, რომ აი ყველაფერს თითქმის აზრებით ემთხვეოდეთ, ერთნაირი გემოვნება გქონდეთ. თქვენი მსგავსი ადამიანის შემოსვლა ჩანს თქვენს ცხოვრებაში, რომელთანაც რაღაცა ძალიან საინტერესო კომუნიკაცია უნდა დაიწყოს.
სხვათა შორის ეს არის ძალიან უცნაური და ესეთი დაუგეგმავი ნაცნობობა. თქვენს ცხოვრებაში მოდის ახალი ადამიანი, პირველ რიგში ვიტყვი. და აი საერთოდ არ ელოდებით შეიძლება ახლა ამ სიახლეს, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ გქონდეთ ახლა ინტერესი ვიღაც უკვე აქამდე არსებულ ადამიანთან, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა ან პასიურია, ან ვერ გაგიგიათ მოსწონ ხართ თუ არა, ან შეიძლება ყოფილს სტალკავდეთ ძალიან აქტიურად და სულ რაღაცა სხვა ადამიანისკენ გქონდეთ ამ წუთას მზერა მიპყრობილი, მაგრამ ძალიან ესეთი მოულოდნელი სიურპრიზით მოდის ახალი კომუნიკაცია, ახალი საწყისი, ადამიანი, რომელიც ძალიან თქვენი მსგავსი ენერგიით დაჯილდოებული და დამუხტული იქნება. ანუ ისეთ შეგრძნება გექნებათ, გეგონება სარკეში იყურებით და ისე ლაპარაკობთ. ანუ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიწყებთ ამ ადამიანთან კომუნიკაციას და ახსნა არ დაგჭირდება თუ რას გულისხმობთ. ძალიან საინტერესო ნაცნობობა მოდის, თანაც ძალიან მოულოდნელი, როგორც გითხარით. შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში როგორც იქნა მოდის ის მდგომარეობა, რომ განთავისუფლდეთ ძველი პარტნიორის ენერგიებისგან, ან ძველი ადამიანი დაივიწყოთ, იმიტომ რომ ახალი ძალიან კარგი ნაცნობობა დაიწყოს. აქ მოდის კიდევ პიროვნება, მამაკაცის ენერგია, რომელიც არის მიწისტიქია თქვენს შემთხვევაში, კურო, ქალწული, თხის რქა. და ეს ახალი ნაცნობობა შეიძლება უკავშირდებოდეს ზუსტად ამ ზოდიაქოს, რომელიც მოულოდნელად, როგორც გითხარით, შემოდის თქვენს ცხოვრებაში და მასთან ურთიერთობა ისეთი ჰარმონიით და ისეთი სტაბილური ენერგიით დალაგდება, რომ რაღაცა ნეგატიურ დამოკიდებულებას ან რაღაც გაურკვეველ ენერგიას ურთიერთობიდან ჩაეხსნებით და აღლისკენ მიმავალ გზაზე დადგებით. ანუ ახალი პარტნიორის შემოსვლა არის აქ აბსოლუტურად ამას გვეუბნება კარტი. თვითონ ეს ახალი ადამიანი არის ძალიან სტაბილური, მშვიდი და თუ თქვენს ასეთი სტაბილური ენერგია გაქვთ და სიმშვიდეს ეძებთ, ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი წყვილი შედგება თქვენს შორის, იმიტომ რომ ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს, რომელიც უფრო სტაბილური ურთიერთობისთვის იქნება მზად. ეს ძალიან კარგი და ასე ვთქვათ, მოსალოცი ამბავია თქვენთვის. და როგორც უკვე გითხარით, ეს ნაცნობობა ხდება ძალიან მოულოდნელად. და საერთოდ რომ არ ელოდებით ვინმეს ან პასუხი გასცეთ, ან უცხო ადამიანის შემოუშვათ, ესე ბუნებრივად და კარგად აეწყობა თქვენ შორის ურთიერთობა, რომ აუცილებლად დაინტერესდებით ახალი ადამიანით. და გემშვიდობებით, მე წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, შეგხვდებით მომავალ ვიდეოში.